ბატონებო და ბატონებო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი. მე მინდა ხოლო სცენაზე ამოვიდეს და ჩემ გვერდზე დადგეს დიანა ღურცკაია ასევე, იმიტომ მინდა ჩემი გამოსვლა მას მე მინდა მიუძღვრა ჩემი გამოსვლა მას და აფხაისთან დევნილს 400,000-ზე მეტ ადამიანს, ისევე როგორც თითოეულ თქვენგანს, მთელ საქართველოს. საქართველოს ქონდა იმაზე სამჯერ მეტი ვალი, ვიდრე იყო ქვეყნის ბიუჯეტი. დღეს ქვეყნის ვალი ყველა ძირითადი კრედიტორების მიმართ გასტუმრებულია. ჩვენ არ გვინდა არავის ვალში იყოს და საქართველოს არის კრედიტულანიანი ქვეყანა. საქართველოს არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია საკუთარი პროექტების დაფინანსება. ჩვენი მეგობრები მეკითხებიან, აი ამდენი მშენებლობა, ამდენი გზა, ამდენი სკოლა, ალბათ გეხმარებიან ხო ამერიკელები და ევროპელები. არაფერსაც არ გვეხმარებიან, ჩვენ ვეხმარებით ჩვენ თავს. ჩვენ გავაკეთეთ, ჩვენ მოვიპოვეთ, ჩვენი შრომით, ჩვენი წესიერებით, ჩვენი თავდადებით. და იმდენად გაუმჯობესდა ბიზნეს გარემო. საქართველოს იყო 140 ადგილზე მსოფლიოში ბიზნეს გარემოს თვალსაზრისით. ჩვენ გვისწრებდა ნიგერია, ჩვენ გვისწრებდა ზიმბაბვე, ჩვენ გვისწრებდა სვაზილენდი, ჩვენ გვისწრებდა რუსეთი, თქვენ წარმოიდგინეთ. ახლა ნიგერია უსწრებს რუსეთს და ჩვენ უსწრებთ საბრანგელს, გერმანიას, იტალიას, საბერძნეთს და კიდევ 130 ქვეყანას მსოფლიოში გადავედი 18 ადგილზე ბიზნეს კლიმატის თვალსაზრისით. მე რო პრეზიდენტი გავხდი, საქართველოს ჩამოდიოდა 30,000 ტურისტი. წელს ჩამოვიდა 1 მილიონი და მომავალ წელს ჩამოვა 2 მილიონი. თუ ყველაფერი ისე იქნა და თუ ყველაფერი ისე გავეტარეთ ბოლომდე, როგორც გვაქვს ჩაფიქრებული, 2 მილიონი. ეს ნიშნავს იმას, ეს მარტო ის კი არა ტურისტები ჩამოვლენ, ეს ნიშნავს იმას, რომ თელი კახური ღვინო საქართველოში დაილევა და არც ასად აღარ იქნება მისი წაგება საჭირო. და საქართველოს გახდა ნატოს წელს 2008 წელს ჩვენ დარწმუნებული ვარ, თუ ყველაფერი ისე იქნა, როგორც დავაგეგმეთ, საქართველოს გახდება ნატოს წევრობის ოფიციალური კანდიდატი, ესე იგი შესრულდება ჩვენი ოცნება კი არა მარტო ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, გიორგი მწყირვალის, ერეკლე მეორეს ოცნება დიდ მსოფლიო გაერთიანების შესრულს და დიდი ხარდაჭერას მოპოვებას. და 3 დღის წინ როცა ჩვენ ტელევიზიებში ძირითადად შუქდებოდა ის, რომ 10 მეგაფონიანი ადამიანი დარბოდა ქუჩებში მანქანებით და მეტყბილად მომიხსენიებდა, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, ნამდვილად არაფერი აღარ მწყის დიდი ხანი არავისგან. ვერავინ ვერ შეამჩნია, რომ სწორედ იმ დღეს საქართველოს საბოლოოდ და ოფიციალურად დატოვა რუსეთის არმიამ და დატოვა სამუდამოდ, მე გაძლევთ ამის პირობას. და ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდე დიდი გზა გვაქვს წინ, იმიტომ რომ ოფიციალურად არმია გავიდა, მაგრამ ეს ჯარისკაცები კიდევ არიან აფხაისში და ცხინვალის რეგიონში. ლადომ სწორად თქვა, ჩვენ გვჭირდება, რომ თითოეულმა ოჯახმა და გიგიბაც თქვა ეს, დაინახოს რეფორმების შედეგები. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება. ლადომ დავნიშნეს მთავრობის თავმჯდომარედ, ლადომ შეკრიფა ფინანსური ბლოკი, ქონდა მიცემული ჩემგან 48 საათი რომ ეპოვა რესურსები და 1 დეკემბრიდან საქართველოში მინიმალური პენსია ყველა პენსიონერისთვის განურჩევლად დასაკისა ხდება დასაწყისისთვის 55 ლარი პლუს დამსახურება და სტაჟი და მომავალი წლის 1 ოქტომბრიდან დღევანდელთან შედარებით საქართველოს პენსიები ორმაგდება. ეს არის ჩვენი საბიუჯეტო და პოლიტიკური დაპირება.
ხუთი არ ვარს. ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი კითხვას. გვინდა თუ არა ჩვენ საქართველოს გაერთიანება? გვინდა თუ არა ჩვენ შემდგომი წინსვლა? მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი. პრეზიდენტს ესიზმრება ისეთივე სიზმრები გარწმუნებთ, როგორც თითოეულ ჩვენგანს. პრეზიდენტს არ ესიზმრება არც ლიმუზინები, არც კაბინეტები, არც სხვა პრეზიდენტებთან შეხვედრები, თუნდაც ბევრი მათგანი ჩვენი მეგობარია. მე მესიზმრება ყველაზე უფრო ხშირად სოხუმი. მე მესიზმრება სოხუმის სანაპირო. მე მესიზმრება ჩვენი სახლი, რომელიც დაგვრჩა იქ ეშერასთან. მე მესიზმრება სოხუმის კაფეები. და მე მესიზმრება ერთი და იგივე კოშმარი, რომ მე ჩავედი სოხუმში და თავისუფლად ვერ გამოვდივარ. რომ მე ჩავედი სოხუმში და ვიღაცეები ცდილობენ გზა გადამიკეტონ. რომ მე ჩავედი სოხუმში და ვიღაცეები მეუბნებიან, რომ იქიდან უნდა წავიდე და სამუდამოდ მივატოვო იქაურობა. 5 იანვარს ან ჩვენ ამ გზას გავხსნით, როგორც გავხსნით გზა ჩოლოქზე, ან ჩვენივე ხელით სამუდამოდ ჩავკეტავთ. მე მინდა ეს ყველამ კარგად დავიმახსოვროთ. 5 იანვარს ან ჩემი ყველაზე უარესი სიზმრები ამ ჩვენ თავარ მიზანთან დაკავშირებით, აფხაზეთთან დაკავშირებით ახდება, ან ჩვენ ყველანი ერთად დავბრუნდებით ჩემი და თქვენი სიზმრების სოხუმში, ჩვენ ყველანი ერთად გავაერთიანებთ საქართველოს, ჩვენ შევხვდით დავით აღმაშენებლის ქვეყანას ხელახლა. ხალხო, ჩვენ ხო 4 წლის წინ ყველა გვიწინასწარმეტყველებდა, მალე დაიშლებიან, მალე დაირღვევიან, მალე შეილახება მათი ერთობა. აბა როდის გაიქცევა ნინო ბურჯანაძე და ხოდა 2 თვეში თუ 3 თვეში თუ 5 თვეში? ნინო ბურჯანაძეს უკიდია კაბინეტში მარგარეტ ტეჩერის სურათები, რკინის ლეიდის. მართალი გითხრათ, ბოლო დღეების შემდეგ მე ტეჩერს ვიცნობ, მეც და ნინოც იცნობს და ძალიან გვიყვარს და შევხვედრივართ და ძალიან გვემეგობრება და ბევრი ხარდაჭერით სიტყვები მოусმენია მას და მე ჩემგან. მაგრამ ჩვენ დავწმუნდით, რომ ნინო ბურჯანაძე თუ კი რამე ფოლადი არსებობს სოფლიოში, ყველაზე მაღალი ყალიბის ფოლადისგან არის დამზადებული მისი ნერვები და მისი პოლიტიკური წამსი. ერები, ვინც მუცლით იღებს გადაწყვეტილებას. ასეთი ერი პირველივე დამკოლებაზეც ყოყმანობს და ყანყალებს და მისი დამონება არის ძალიან ადვილი. არიან ერები, ვინც მხოლოდ ანთებული გულით იღებს გადაწყვეტილებას, ემოციით იღებს გადაწყვეტილებას და ასეთი ერები თავს ვერ აღწევენ ძალადობას და უბედურებას. 90-იან წლების დასაწყისში ჩვენ ერთხელ უკვე შეგვითრიეს ამ მხოლოდ ემოციურ ფონზე. დღეს ჩვენ მივიღებთ ყველანი ერთად ჩვენი გახურებული გულის ფონზე, ჩვენი ანთებული ენერგიის ფონზე გადაწყვეტილებას მივიღებთ მხოლოდ თავით, მხოლოდ რაციონალურობით, მხოლოდ ენერგიით, მხოლოდ ინტელექტუალური ენერგიით პირველ რიგში. იმიტომ რომ ეს არის დღეს ჩვენთვის აბსოლუტურად გადამწყვეტი. ეს არის ჩვენი მთავარი სიძლიერე. წინამთავრობა ხშირად ამბობდა, ოპოზიციონერები სომხები არიან, აზერბაიჯანელები არიან, რუსები არიან, მე არაერთხელ მithქვავს, თუ აზერბაიჯანელები გეზიზღებათ, მე ვარ აზერბაიჯანელი. თუ სომხები გეზიზღებათ, სომეხი ვიქნები. თუ ებრაელები გეზიზღებათ, ებრაელი ვიქნები. თუ ოსები გეზიზღებათ, ხო ისედაც ყველა მიცის რომ ოსი ვარ. მაგრამ ყველა მოზიზღე და მოძული ადამიანზე მე ქართულ პატრიოტად ვჩები და საქართველოს მოქალაქე და ქართველად ვჩები. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მწამსი, საქართველოს ყველაცია, დავით აღმაშენებელი ყველგან ლოცულობდა, ყველას პატივს სცემდა, მაგრამ ყველაზე დიდი ქართველი მმართველი იყო. და მე მინდა გავიხსენოთ ჩვენი პატრიარქის მეტაფორა. სამების ტაძარი სანამ ამოვიდოდა მიწიდან, ყველას ნერვები ქონდა მოშლილი. როდის დამთავრდება, როდის გაკეთდება, როდის დავინახავთ ტაძარს და ბევრს მოუთმელობა დაეუფლა. მე არ ვედრები არავის, მაგრამ 25 წელი მოდიოყავდა მოსეს ხალხი უდაბნოში და მე ჩვენ არ ვედრებით არავის. მაგრამ ჩვენ ყველასგან ვიღებთ მაგალითს. მაგრამ სამების ტაძარი უფრო ჩქარა 3 წელიწადში ამოვიდა. საქართველო უკვე ამოდის, საზირკველი უკვე ამოყვანილია. ყველაზე რთული მომენტი გვაქვს გადავლილი. ნურავის ნუ შევაჩერებიებთ ამ მშენებლობას.
ნურავიში ვერ შევაჩერებიათ ჩვენ საუკუნოვანი ტაძრის ამოყვანას, ჩვენი მომავლის შექმნას, ჩვენი მომავლის ერთობლივი ცდილობებით გაკეთებას.